მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, ეს არის გადაცემა ლეგენდები არ კვდებიან. დღეს მყავს სტუბრად საქართველოს სიამაყე, არ გამოყავით ალკესვანების სიამაყე, თლიანად საქართველოს სიამაყე და მთელი ერის სიამაყე ბატონი ერეკლე საღლიანი. როგორ ბრძანდებით? ვცდილობ უკეთ ვიყო, მაგრამ ვარ ისე როგორც ჩემი სამშობლო. და რა თქმა უნდა, ჩემს უკეთყოფნასთან ერთად ვისურვებ ჩემს სამშობლოს კარგად ყოფნას. აუცილებლად, კი ბატონო. მოუყვეთ ბავშვობიდან, რას გაიხსენებდით, როგორ გაიხსენებდით ბავშვობას? ნიჭიერება როდის წარმოვიშვა თქვენში, როდის შეატყეთ? მე მგონია, არც ერთ ჩვენგანში ნიჭიერება თავისთავად არ წარმოიშვება. ეს გვაქვს უფლისგან. არის ასეთი გენიალური თქმა, აზრები დაფრინავენ, ჩვენ ვიჭერთ და ჩვენი ვგონია. ეგრეა. საინტერესო. ყველაფერი, რაც ხდება სამყაროში, ჩვენ ვართ გამტარი. ვატარებთ ამას და გადმოვცემთ მერე ჩვენს ენაზე. მაგრამ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მუდმივ საკუთრებაში ჩვენ არაფერი არ გვაქვს. იჯარით. ბავშვობა საოცარი ბავშვობა მქონდა მართლა მე. საოცარი, იმიტომ რომ სოფელი სოფელს გავდამაში. იყო ეს ბავშვური უშუალობა, სილაღე. ბავშვობა ცხუმარში გავატარე მე. დაბადებული ვარ ჩემს დედულეთში, ბეჭოში. შემდეგ სწავლა გავაგრძელე მე მესტიაში. ჯერ ვსწავლობდი მესტიის პირველ საშუალო სკოლაში. მერე მეორე საშუალო სკოლაში. ბოლოს დავასრულე მესტიის სკოლა-ინტერნატი. ყავდა საოცარი დირექტორი აცხონოს ღმერთმა, ლენინგრად ბლოკადა გამოვლილი კაცი კაპიტონ ჟორჟოლიანი. ყველაფერთან ერთად იყო უგანათლებულესი კაცი. დიდი როლი ითამაშა მან ჩვენს ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სკოლა, რომელიც მე გავიარე, ეს იყო ჩემი ოჯახური გარემო. მამაჩემის სამეგობრო. ეხლა ვისი მოსმენის ბედნიერება მქონდა მე. დიდი მაესტრო, ბატონი ნოდა რანდღულაძე, ჩვენი ოპერის სასიქადულო მომღერალი, მურმან ლებანიძე, რადონის პოეტია ჩემგან არ გესწავლებათ არავის, მუხრან მაჭავარიანი, შემდეგ დავით წერედიანი, უბადლო მთარგმნელი, თამას ჩხენკელი, აგრეთვე უგანათლებულესი კაცი, თამას გამყრელიძე, დიდი ენათმეცნიერი, გაიოს შარაშიძე, ცნობილი ფსიქიატრი, პაატას როლის შემსრულებელი, გიორგი სააკაძეში, ჩემი ნათლიები, რეზო ბუკია, თენგიზ გელაშვილი, გურამ ჩაჩხიანი, ნუგზარ პაპუაშვილი, რომელი ერთი ჩამოუთვალო? პირველი ლექსი როდის დაწერეთ? პირველი ლექსი დავწერე 5 წლის ასაკში. წარმოიდგინეთ, თქვენ ქართული კარგად არც ვიცოდი. კარგად ახლაც არ ვიცი, მაგრამ მაშინ თქვენ თუ მაგას ამბობთ, ქართული არ ვიცი კარგად თუ? ნამდვილად. ქართული სოდნა მაინც სულ სხვა რამე მგონია მე. მე კი არა, მე მგონი ბოლომდე რუსთველმაც არ იცოდა. მე მსგავსი ზნეობა არც ერთ გენიოსთან არ წამიკითხავს. აი რაც უბრალო ხალხურ სიმღერაში რასაც შევხვდი. ეს არის ცნობილ ფირალზე, სისონა დარჩიაზე შექმნილი სიმღერა, სადაც არის ასეთი ადგილი.
შენ მკვდარი და მე ცოცხალი რაფერ გებია რო ხალხში ანუ ჯგლეთა გრიალში კაც ხელში ჩააკლეს ახლობელი თავის თავს ვერ პატიობს შენ რომ მოკვდი მე რატო გადავრჩიო შეხვედრი ხარ მსგავს რამეს ადრე ეთყობა სხვანაირი დამოკიდებულებაც იყო ერთმანეთში ვიდრე ეხლა კი შენ ხარ ჩემი ანიცა და ჰაეც ჩემს თვალებში ტალი გაჰკრა მეხმა შენ სიცოცხლე უშურველად გაეც ჩემი სიცოცხლე რომ გეხსნა ჩემბეც ჩემსვეს უკვე ვეღარ ვთაობ კლავებს ორბის ფრთებივით ვერ გავშლი შენ მკვდარი და მე ცოცხალი ძმაო რაფერ უნდა გავიარო ხალხში როგორ ზიდო ჯვარი მარტომ ვერ პოულობ ჩემი სულის წამალს შენ რომ მოკლეს მე გადავრჩი რატომ ჩემ თავს დღემდე ვერ პატიობ ამას ვერაფერი ვეღარ შემიტყვია კაცი ვიყავ ახლა კი ვარ არც რა შენი მკვლელი სისხლის მხრეპი ტყვია ჩემ გულს მიყვირს მაინც როგორ აცდა ეს სიტყვები არეტევა დროში ვეღარ სივრცე დაიკევდა ამდენს არიცნობდა ამ წეს ჰომეროსი არიცნობდა არც შექსპირი დანტე ხედავ ფირალს საქმე უკუ მიმდის პასუხს ვაგებ შენთან მთელი თავით ვაი ამ ჩემს გაღვიძებულ სინდის პირის ხალსაც ჩემსას კიდე ვაი ჩემს ბედს ჩემსვეს უკვე ვეღარ თაობ კლავებს ორბის ფრთებივით ვერ გავშლი შენ მკვდარი და მე ცოცხალი ძმაო რაფერ უნდა გავიარო ხალხში ბრავო ძალიან კარგი იყო მართლა ეს ასულდგმულებდა ჩვენ ხალხს ზნეობა ამგვარმა ზნეობამ მოგვიყვანა აქამდე ჩვენ ეს იყო ყველაფრის გამსაზღვრელი და ამიტომ როგორც ყაზბეგი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში ქართულ სოფელს უწოდებს მტრისთვის აუღებელ ციხესიმაგრეს აი ესეთი ციხესიმაგრე იყო ჩვენი სოფელი შეკრული ერთი რწმენით ერთი ტრადიციით ზნეჩვეულებებით ყველაფერით შეუძლებელი იყო მისი აღება მე მგონია აი ამან მოგვიყვანა ჩვენ აქამდე ამან მოგვიყვანა დღემდე ბატონო ერეკლე ყოველთვის არსებობს ხომ ესეთი სიტუაციები რომ კურიოზული მდგომარეობები და რას გაიხსენებდით ისტორიები გადახდენილი გექნებათ უამრავი ცოტა იუმორით რო შემოვიტანოთ უამრავი რა თქმა უნდა ცხონებულმა გურამ რჩეულიშვილის დედამ მაჩუკა გურამის ნაცვამი ბათინკები და ქურთუკი ამ ბათინკებს ჰქონდა წინ დიდი რკინის ტკეჩები მიყურებს ერთი სვანი და ბიჭო ამდენს რო დაეხეტები მთებში ამ რკინამ მეხი რო მოიზიდოს დამიწება თუ გაგვფეხებთან გაკეთებულიო კურიოზები ყოველნაბიძე ახლა სხვათა შორის სვანურ იუმორს ნაკლებად იცნობენ აქეთ და აცხონოს ღმერთმა საოცარი კაცი სოსო ჯაჭვლიანმა დაამსხვრია სტერეოტიპი გააცნო ამ
ჩვენი იუმორი დედაქალაქს მოიტანა ეს. კი ბატონო, კი. არა, უბრალოდ ცოცხალი ენციკლოპედია ხართ და უამრავი ისტორიები გქონთ გადახდენილი. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომ ეს ისტორიები რო გავიხსენოთ რა. უამრავი. რაც მოიყოლება, რა თქმა უნდა. კი, რა საკვირველია. რა თქმა უნდა, უამრავი. ნუ ერთს გავიხსენებდი მაშინ. ცხონებული შერმადინ ქალდანი, ვახტანგ ხარჩილავად. აღარ არის ეს კაციც წავიდა უკვე ამ ქვეყნიდან მე და მეოთხეს ვერ ვიხსენებ მე მგონი ვაჟა იყო ხორნაული ჯერ გადაწყვეტილი ქონდა მცხეთაში წასვლა როგორ ამოუყავი თავი ჟინვალში მე ვერც ერთმა ვერ გავიხსენეთ ეთყობა მცხეთის ავტობუსის მაგიერ ჩავჯექი ჟინვალის ავტობუსში. მოკლედ, ავედი ჟინვალში ბრუნდებით უკან. თვრალები კი ვართ, მაგრამ მოგშივდა. სიმწერისგან ვამბობთ ლექსებს. ვამბობთ და დგება ავტობუსის წინარიგებში კაცი. აუ, პოეტები ყოფილ ხართო, ხელს იბაგუნებს ესე. ახლა ჩემთან თუ არ წამოხვალთ თქვენ თვალწინ მოვიკლავ თავს. თავს ნუ მოიკლავ შეკაცო რას არ წამოვალთ. ტანკშიო და ტანკშია. მაგრამ რას გვეუბნება? ავტობუსო თუ გინდათ გავაჩერებო, დაგელოდებათ. არა მეთქი მანქანის მეტი რა არის თქო. ჯო კაცი რო გეუბნება ავტობუსს გავაჩერებ, ესე იგი ახლოს ცხოვრობს. გადმოვედით, მოვიხედეთ, გარშემო სახლი არ არის. დავინახეთ გორა, მაგრამ რა გორა თვალი რო ძლივს მიწდება. ამ გორაზე ადის ბილიკი, მიგვიწვის ამ ბილიკზე და მივყვებით ჩვენ. ნუ ვიფიქრე ავალთ გორაზე, მოვითქვამთ სულს. ავედით გორაზე, ამ გორიდან ეშვება დაბლა გზა, ადის მეორე გორაზე. მივახციეთ გარკვეული დროის მერე არაქად გამოცლილებმა. მიადგა კარებს, კარები დაკეტილია, შეიგინა, გადმოიღო ნაჯახი, შეამწორია კარები, შეგვიყვანა, გამოგვიტანა ნარდი და კარტი, თავი შეიქციეთ, მე მაღაზიიდან სასმელს მოვიტანა. წავიდა და გაქრა. ვაიმე. გაქრა და გარკვეული დროის მერე მოდის ქალბატონი. დაიწყო კუპატების სხობა, ჭადის სხობა, დადგა სუნი, მაგრამ რა სუნი. დაამთავრა სხობა, გაახვია გაზეთში, ჩაალაგა ჩანთაში და წავიდა. არ გაშალა სუფრა? არა. მერე მოვიდა კაცი. გვიყურებს, ვინ ხარ თქვენო? რა უნდა უთხრა? გვარი არ ვიცი. კარები შემთვრეული? სახელი არ ვიცი, კარები შემთვრეული, მაგრამ ქურდი რო ნარდის და კარტის თამას არ დაიწყებდა, მაგდა ეს მიხვდა. თანიკ. თანიკ. მერე ყველა დაიბნენ და მე უთხარი თქვენებურმა კაცმა წამოგვიყვანა თქო. სად არის თვითონო მაღაზიაში თქო. შენ ხარ გაგიშდი რა უნდა კაციასო. მოკლედ მიუყვანი ვარ სხვის სახლში. ბედად გვიხსნა იმან რომ რამოდენიმეჯერ ქონია გაკეთებული. მაგრამ ამ დროს რა შვებოდა თუ რამეს იშოვიდა პატივსაცემს გცემდა პატივს. ეთყობა ვერ იშოვა და აღარ დაბრუნდა. მაგრამ ეხლა მერე გავერკვიეთ ვინ იყო ის ქალი თურმე მეზობელ სოფელში ჯარიდან ჩამოსულა ბიჭი. ვერ ეყოთი საცხობისინი და მიუცი ამ ქალისთვის გასაღები წადი და ჩემი გასქურათი ისარგებლეო. ანუ ამ ქალმა გამოაცხო იმ
დღეობისთვის ბიჭი რო ჩამოვიდა ჯარიდან, აი იმისთვის გამოაცხო ის კუპატებიც და ჭადებიც. ჩვენ კიდე მიგვიჩნია ოჯახის სტუმრებად. მოკლედ ეს იყო ჩვენთვის სასწაული რამდა, რო ჩამოვედით წითელ სოფლამდე, აი იქ შერჩენილი ქონდა ვაშლის ხეს ვაშლები, ყინვა დაკრული, მიყვარს მე საოცრად. ავედი ღობეზე, რომ დამეკრიბა. დაეტაკა ღობეს უშველებელი ნაგაზი, გადმოვარდი და დაუკარგე გრძნობა. ძლივს მომასულიერეს. აი ეს იყო მართლა მაგარი კურიოსი, მაგრამ თავარი რამ, როცა სცენება იყო ჩემი, ის ადამიანი მჯდარა სუფრაზე, ვინც წავიყვანა, მაგაცო მე ვაწყენინეო, გადაეცითო, რომ ძალიან წუხვარ. ეგ შემომითვალა. თუ უყურებს ახლა აქაც, აქედანაც? რა ვიცი, თუ უყურებს, კაია. ცოცხალია და უყურებს. თუ ეგ არის რა, თუ ცოცხალია, დიდხანს აცოცხლოს ღმერთ. პოეტობის ამბავში. დღეს ახლა ხო ბევრი არის პოეტი და ბევრი იბრალებს. რითი უნდა მივხვდეთ, რომ პოეტი არის კარგი პოეტი? ხო არის მარტო სიტყვების რახარუხით? კი ბატონო. რითი მივხვდეთ და ეს გენიალური მოთხრობა გურამ დოჩანაშვილს. კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა. აი მაჯაზე რო ბურცგლებს დაგაყრის. ტანში რო ჟრუანტელად დაგივლის, ჩათვალე რომ იმან თავის საქმე გააკეთა. რაც შეეხება სიტყვების ბრახაბრუხს, ხშირად ამ საინფორმაციო საშუალო, აი Facebook-ზე დაიდება უნიჭო ლექსი, კომენტარებია, გული აკერება. გენიალურია, საოცარია, ასეთი ლექსი არ დაწერილა. ბიჭო, არაფერი არ წავკითხავთ ამ საწოდავეებს. არის ხომ სამწუხაროდ კი ეგეთი. არაფერი არ წავკითხავთლა. და მეორე მანია პირველ პოეტობის. დავადებულია რამით. ადამიანთა უმეტესობა. და კიდევ ერთი რა ნიშნით უნდა შეარჩიო შენ შემოქმედი ადამიანის სიდიდე? კლავჭიდია, ძლეოსნობა, როგორ უნდა შეარჩიო? აგერ მე მაგალითად გალაქტიონის ხელნაწერებზე მქონდა ბედნიერება მემუშავა ისეთი პოეტების პოპულარობისა შურს დღესო რო აღარავის აღარ ახსოვს. კი ბატონო. და გალაქტიონი ყველა დროს ემახსოვრება. დღეისობით თქვენ ვისთვლით კარგ პოეტად. არა, თქვენი არიან, თუ არის არიან, როგორ არ არიან, მაგრამ რა ხდება კიდე? ვერიდები ჩამოთვლას. იმიტომ რომ სხვას არ ეწყინოს. არა, შეიძლება არა ეწყინოს გამო არა. გამომრჩეს. ხო, და რატო უნდა გამომრჩეს? რისთვის? არიან, როგორ არ არიან? არც ისეთი კატასტროფული მდგომარეობა ქართულ პოეზიაში, როგორც ზოგიერთს გონია. იწერება ძალიან კარგი ლექსები. იწერება ბევრი. კი ბატონო. თანაც. აი ქალბატონი ნანა, ჩემი მეორე დედიკვარი მე სუმაგას ვამხობე ქალბატონი ნანა ცინცაძე, რომელსაც ვეუბნები ხოლმე პოეზიის დედოფალი ხარ მეთქე, დედოფალი არა მეფე ვარო პოეზიის. ეგ ხუმრობს ნანა, რა თქმა უნდა, საერთოდ აი ესე ტიტულები მეფე, დედოფალი არ არის რა. მე მგონია ნანას უშუალობა, უბრალოება უფრო მეტია ვიდრე დედოფლობა და ვიდრე მეფობა. უფრო მეტია. კი ბატონო. დიდთან დიდია, პატარასთან პატარა და ყველასთან არის ისეთი როგორიცა.
ეს დიდს გონია რომ დიდია, პატარას გონია რომ პატარა. სინამდვილეში ყველასთან არის ისეთი, როგორიცა. კი ბატონო. ბატონო ერეკლი, თქვენ ცხოვრებაში რაიმე ესეთი თუ მომხდარა მაგალითად რომ გარდატეხა მოახდინა ამ სიტუაციამ და დაუშვათ რაღაც სხვანაირი ხედვა ქონდათ და მე შეიცვალეთ ხედვა რამე მრავალჯერ. უამისოდ ღმერთმა დამიფაროს. და რატო? როცა ადამიანი არ იცვლება ის სწორხაზობრივად მიდის. და სწორხაზობრივი სვლა ეს არის ვირთხის მიზანი. სამწუხაროდ არსებობს შემოქმედებაში ეს კომპლექსი. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ და მადლობელი ვარ უფლის, იმიტომ რომ ეს ცვლილებები იყო სასიკეთო. რომ არა ეს ცვლილებები და ვიშტამპებოდი მთლიანად. ეხლა კარგია თუ ცუდია, შტამპი რო არ არის, კი ვხედავ ამას. რადიკალური ცვლილება მოახდინა ჩემში სიყვარულმა. მთლიანად შემცვალა. მერე უდიდესი ცვლილებების მომასწავებელი იყო ჩემი ვაჟიშვილის დაბადება. სხვა პასუხისგებლობა ვიგრძელი. სხვა მოცანის წინაშე დავდექი და რომ მეგონა რომ ოჯახის უღელს მე ვერ გაუძლებდი, ძალიან კარგად გაუძელი. ბევრი, ძალიან ბევრი შეხედულებებს წამდაუწუმარა, მაგრამ უნდა იცვლიდე. მე ერთსაც ვიტყოდი, ადამიანს თავის ხარვეზებთან ბრძოლა თუ არ შეუძლია, ძნელად ჩამოყალიბდება როგორც ადამიანი. შეცდომების აღიარება არ უნდა, რა თქმა უნდა, არ უყვართ კი არა კაცი, რომელსაც არ შეუძლია აღიაროს ეს, მე არ ვიცი რა. შენ როცა შენ შეცდომებს ებრძვი და ძლევ, უკვე აღარ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ეს შეცდომა დაუშვა. იმიტომ რომ აღიარე, იმიტომ რომ სინანული გაქვს. აი გამთავარი. აი ახლა ვინც იწყებს წერას და სურვილი აქვს მაგალითად, რას ურჩევდით მაგალითად მომავალ პოეტებს, ვისაც უნდა რომ წერა დაიწყონ და მომავალ პოეტებს გახდნენ პოეტები. მომავალ პოეტებს ურჩევდი. ბევრი იმუშაონ თავის თავზე. პირველი გაბრწყინება ეს არის გაელვება ნიჭისა. მერე პოეზია, მხატვრული შემოქმედება ეს არის ტანჯვა. ზოგიერთი ამ ტანჯვას გაურბის. იფარგლება ამ ზედაპირული ხასიათის ინფორმაციით და ერიდება სიღრმეში შესვლას. სიღრმეში შესვლას ახლავს უდიდესი ტკივილი, უდიდესი დათმენა. ნუ შეეშინდებათ ამისი. ნუ შეეშინდებათ. შემდეგ დიდი განათლება ჭირდება ეს აუცილებლად შემოქმედ კაცს. და რასაც მე ნაკლებად ვამჩნევ ახალგაზრდებში, უფროსი კოლეგების გამოცდილება. თუ რამე ვისწავლე, აი ამით ვისწავლე. მოსვენება არ ქონდა ნოდარ ანდღულაძეს ჩემგან. მე ესეთი განათლებული კაცი არ მინახავს და არ შევხვედრი ვარ. საუბრობდი ყველა თემაზე მასთან და საოპერო ხელოვნებაშიც მე ნოდარ ანდღულაძემ და ედიშერ გიორგაძემ მწერალმა მოკლედ ეს გამოცდილება შემძინეს. და მოიცვა ხელოვნების ყველა სფერო, ურჩევდი ამას. გაეცნონ არა მარტო გენიალური პოეტების და მწერლების ქმნილებებს, მხატვრობას
მუსიკას, ხუროთმოძღვრებას, ქანდაკებას, ყველაფერს ერთად და ურჩევდი მოიარეთ მთელი საქართველო. თქვენ არიცით რა სასწაული გელოდებათ. ყველა კუთხე არის ერთმანეთისგან განსხვავებული. ყველა კუთხეს გააჩნია თავისი განსაკუთრებული სილამაზე. დანარჩენი ახლა თქვენ თვითონვე მიხვდებით. მიდგომა არის ინდივიდუალური ყველასი. ვერავის ვერ ასწავლი როგორ წეროს ლექსი. აი თქვენ ახსენეთ ახლა რომ უფროსებთან ურთიერთობაო და ზუსტად აი არის რა პირველი მიზეზი იმისა, რასაც ვაკეთებ ახლა მე ამ გადაცემას. ლეგენდები აკვდებიან, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვსწავლობ, ვისმენ, სიამოვნებს ეს ყველაფერი და ზუსტად ამიტომ ისტორიას მინდა დარჩეს ასეთი ლეგენდა ადამიანების მონათხრობი და ამიტომ დაემატეთ ჩვენ ჯგუფს, მოისმინეთ, დააკომენტარეთ, მეტი სტიმული და ხალისი რომ გქონდეს რომ კიდევ უფრო მეტად ვაკეთო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისტორია რჩება. ეს არ არის ის რომ აი დავუშვათ გადაიღე და შემოდე თაროზე. დაიდება, ახალი თაობა ნახავს, იმიტომ რომ ახალ თაობას წეგავს საუბრობდით რომ ბევრს წარმოდგენა არ აქვს უფროს თაობაზე, ვინ რას აკეთებდა, ვინ როგორ აკეთებდა. დღესდღეობით ვინც არის მსახიობები, მომღერლები იციან. მაგრამ უფრო ადრინდელი თაობა არ იციან სამწუხაროდ და ვცდილობ რომ ეს ყველაფერი გავაცოცხლო. შეძლებს და გვარად და გონი, კაი საქმე გეკეთებთ, გვერა სიტყვით. უდიდესი საქმე, რა თქმა უნდა, მიდიან ის ადამიანები, მიაქვს საფლავში ეს საიდუმლო, რამდენი რამე წაიღო ნოდარანთხულაძე, რამდენი რამე წაიღო ოთარჭილაძე, რამდენი რამე წაიღო ნოდარ მამისაშვილმა. სანამ დავამთავრებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესტორან შინაურებში, რომელიც მდებარეობს მუხრანში. გვერდზე ჩვენს უკან არის ეკლესია, ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია არის და მობრძანდით, კარგი მუსიკა, კარგი პურმალი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ისე არ დავამთავრებთ, რომ კიდევ ლექსი არ მოვისმინოთ აუცილებლად. ზურაბ ქაფიანიძის სტუმრობა ბეჩოში გაბულდანებთან. ვა, რა საინტერესო. სხვათა შორის მოგვიყვა მაგას ბატონი ზურაბი. ნუ ახლა სმით ზურაბი ერთ ფუთს სვამდა, ისე რომ არც დაიტყობდა. ვიქეიფეთო, დავიძინეო, გავლა დამჭირდაო, მაგრამ მოზურის ხელა ძაღლი იყო აშვებული ეზოშიო. როგორ უნდა გავსულიყავიო. ბოლოს გავბედე მაინც და გავედი. რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, მოვიდა ძაღლი და ხელზე ენა ამისვა. იშლება ჩემს წინ ზღაპრული სივრცე. შევყურებ ღამის სხივების ჯვარცმას. აქ არ არსებობს კაცი არ იქცე დედა ბუნების შესატყვის კაცად მიძღვნიან გულს და სიხარულს უშკარს არიშურებენ სულს ჩემთვის ძმები მახარებს თვალწინ რომ მიდგას უშბა მახარებს ლეგა ღრუბელს რომ წდები ვერ ძღება ვერა ნანახი თვალი აფეთებს ქარი ნისლების კარავს განვაგდე ჯავრი დალოცვის ძალით გამოცხადების წაძართან მდგავარ დევის მკლავები მოუხვიე ძეწნას დამცა და ყლავაც მიმწუხრის სუსხმა არა ნანახმა არამედ შემძრა მერწმუნეთ სულსხვამ ზომავ საწუთროს განსა და სიგრძეს პოვებ ჩემ თავს და მეძლებალ ხენა ეზოში გასულ უცხო კაცს ვიგრძენ ქოფაკმა ხელზე ამისვა ენა და როცა ჩაվել
დაღლილი ბარად მთელი სიცხადით შევიცან უმალ სვანეთში ძაღლიც არა ხებს არა ძაღლიც კი არ ხებს ოჯახის სტუმარს ბრავო ბატონო ერეკლე ძალიან დიდი ბადლობა რომ მეწვეთ ამ გადაცემაში ისტორიები მოვყევით ლექსები ვთქვით და მე ვისიამოვნე ამ ურთიერთობით და ამ ყველაფრით დასასრულს თქვენ ხო არ დაამატებდით რამეს თუ გნებავთ არაფერს მინდა მოვეფერო ჩემ ქვეყანას სიკეთე უსურვო ბედნიერება უსურვო აგერ გულ ქართლში ვარ შუა გულ ქართლში და ამ გულ ქართლიდან გიგზავნით თითოეულ თქვენგანს სიყვარულს მიყვარხართ წამხართ მეიმედებით დააკომენტარეთ ვიდეო აუცილებლად და გააზიარეთ რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ასეთი ლეგენდა ადამიანები. კარგად ბრძანდებოდეთ.